თელავსა და ბორჯომში ორი ახალი სასტუმრო შენდება, როგორც კომპანია ჰორეკა მენეჯმენტ გრუპის დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა BMG TV-ს გადაცემა წერტილში განაცხადა, სასტუმროების გახსნა 2027 წლის შუა პერიოდშია დაგეგმილი. მისივე ინფორმაციით, სასტუმროები ქართული ინვესტიციით შენდება, მაგრამ ამ ეტაპზე ინვესტორების დასახელებისგან თავი შეიკავა. ცნობისთვის, ჰორეკა მენეჯმენტ გრუპის საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის პორტფელშია 20-ზე მეტი განხორციელებული პროექტი, 1350 სასტუმრო ოთახით. ცოტა ხნის წინ კომპანიამ თავისი წარმომადგენლობა კანადაში, კერძოდ ტორონტოში გახსნა, სადაც ერთ მიმდინარე პროექტზე უკვე მუშაობენ. კომპანია ჰორეკა მენეჯმენტ გრუპის საქმიანობის სფეროებია სასტუმროს კონცეფციის შემუშავება და ბიზნესის დაგეგმარება, სასტუმრო ბაზრის მარკეტინგული კვლევა, საპროექტო კონსულტაციების და მშენებლობის პროცესის თანხლება, სასტუმროს კონსალტინგი, მმართველობითი კონსალტინგი, პროექტირება და სამშენებლო პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა, სასტუმროს პროფესიონალური მართვა. ევროპულ ბაზარზე ქართული მეღვინეები 8000 წლოვანი ისტორიის ქართული ღვინის მოთხოვნის დეფიციტს უჩივიან და ამბობენ, რომ ქართული ღვინო ევროპული მაღაზიების დახლებზე ვერ ხვდება. ის, რომ ქართული ღვინო ევროპული სუპერმარკეტების დახლებზე ვერ ხვდება, ექსპორტის ზრდას აფერხებს, ამბობს BMG-სთან სატელეფონო საუბარში ასკანელის დამფუძნებელი. გოჩა ჩხაიძის შეფასებით, ღვინის პოპულარიზაციისთვის აქტივობები არის, მაგრამ მეტი ტემპი და მრავალფეროვნებაა საჭირო. მისი შეფასებით, ასკანელის ბრენდის ქვეშ ღვინო ამ დროისთვის ევროპაში, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე იყიდება, მაგრამ ეს მოცულობები საკმარისი არ არის. მისი შეფასებით, მოცულობების გაზრდა ევროპის ქსელურ მარკეტებში დახლებზე პროდუქციის განთავსების შემთხვევაში არის შესაძლებელი. ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის საჭიროებაზე ბიზნესი წლებია საუბრობს, მით უმეტეს ისეთ ბაზრებზე, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც კონკურენციაც მაღალია და პროდუქტის მიმართ მოთხოვნების ჩამონათვალიც დიდია. მიუხედავად გამოწვევებისა, ქართული ღვინო ევროკავშირის ბაზრებზე იყიდება, თუმცა მცირე რაოდენობით. კომპანია თბილღვინოს დამფუძნებელი გვიხსნის, რომ ქართული ღვინო ევროპის სუპერმარკეტებში იქამდე ვერ გაიყიდება, ვიდრე შესაბამისი მოთხოვნა არ იქნება. მისი თქმით, მოთხოვნა ცნობადობა აჩენს, რომელიც ქართულ პროდუქტს ჯერ ისევ აკლია. ზურაბ მარგველაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ქართულმა ღვინომ ევროპის ბაზარზე როგორც მაღალი კატეგორიის ძვირად ღირებულმა პროდუქტმა უნდა დაიმკვიდროს ადგილი, რის შემდეგაც დაბალი ღირებულების ღვინოზე მოთხოვნა მარკეტებში თავისთავად გაჩნდება. საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით ЧПС აგრომაცივარმა ნუშის და ხეხილის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.500.000 ლარია. ფინანსური რესურსი ნუშისა და ხეხილის ნერგების შეძენას, დარგვას, სარწყავი სისტემის პროექტირებას, საჭირო ტექნიკის შეძენას და ნაწილობრივ მიმდინარე ხარჯების დაფარვას მოხმარდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კახეთში სოფელ ბოდბისხევში 75 ჰექტარზე ნუშის, ხოლო სოფელ კარდენახში 50 ჰექტარზე ხეხილის ბაღი გაშენდა. კომპანია სამომავლოდ ბაღების გაზრდას, ხეხილისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობას და ნუშის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპირებს. კომპანიის გეგმებში პროდუქციის ექსპორტზე გატანა შედის.